მოვიცალეთ თქვენთან საჭორაოდ. ესე იგი სტრიების კრემი, როგორც სხვა პროდუქტი, რა თქმა უნდა, აუცილებელია კარგი შედეგები რომ მივიღოთ, რომ გამოვიყენოთ სისტემატიურად. არ არის აუცილებელი რომ გქონდეს სტრიები, მაინც და მაინც რომ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ მე ახლა სტრიები აღარ მაქვს. ეგ იყო ჩემი мотиваტორი, ასე რომ ვთქვათ, ჩემი პროდუქტის პირველი პროდუქტი იყო სტრიების საწინააღმდეგო კრემი, რომ მქონდა ორსულობის შემდეგ, სოფიას ორსულობის შემდეგ დამჭა სტრიები და მაქსიმიზე რომ ვიყავი ორსულად, მაშინ დავიწყე სტრიების საწინააღმდეგო კრემზე, ასე ვთქვათ, მუშაობა და ფიქრი. და მთავარი პრინციპი არის ზოგადად პროდუქტის გამოყენების სისტემატიურობა, არ ჩავაგდოთ, არ დაგვიზაროს გამოყენება და გამოიყენოთ დილას საღამო. როგორც იმ ადგილას, სადაც სტრიები გაწუხებთ, მის გარშემოც აუცილებელია რომ სწორად გამოიყენოთ. მნიშვნელოვანია. სტრიებზეც, ცელულიტის საწინააღმდეგო კრემზე, ყველა პროდუქტზე არის სწორედ გამოყენება ყველაზე მნიშვნელოვანი და ყოველთვის ამას ხაზგასმით გესაუბრებით და რუტინასაც რო ვიტარებ. ეხლა ვეძებ ბიჭ მოდელებს და თუ იცნობთ ან გინდათ თამოსკინის ვიდეოებში, ფოტოებში მიიღოთ მონაწილეობა ანაზღაურებით, რა თქმა უნდა, მეილი მაქვს მითითებული ინსტაგრამზე და მომწერეთ. ადრე ვარჩევდი მოდელებს, ეხლა უკვე 5 მოდელი ყავს არჩეული, უბრალოდ ნებისმიერ თქვენთანგან შეგიძლიათ ცადოთ, გამოგზავნოთ თქვენი ფოტოები მეილზე, ჩემ მეილზე და მე გადავარჩევ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა წონას, კანის ფერს, ეროვნებას, არანაირად თამოსკინის და თამოკოსმეტიკის არის ყველასთვის. შესაბამისად მე მაქვს ასეთი მარკეტინგი და ასეთი სვლა და რომ ყველასთვის იყოს და ყველა მიიღოთ მოდელებმაც და არამოდელებმაც მონაწილეობა და უბრალოდ ყველას თუ არ დაგირეკავთ ერთ დღეს, არ გეგონოთ რომ არ მომეწონეთ, არა, უბრალოდ მე დავასევებ, შევინახავ თქვენ ფოტოებს და შემდეგი გადაღებისთვის დაგირეკავთ და გამოვიყენებთ. ჩემი მეილი არის მითითებული ინსტაგრამზე. ასე რომ შეგეძლოთ ბიჭებო, ეხლა ბიჭებისთვის გადაღებას და გამოგზავნეთ თქვენი ფოტოები. რუსთავში სტენდი გაიხსნება. ღმერთო რა მთვალია ეს კაცი. ანუ გადადიოდა და განთვლილი. რუსთავში სტენდი გაიხსნება პარასკევს ან შაბათს მაქსიმუმ. შესაბამისად მე იქამდე დავაანონსებ სუსტ დღეს, რომ არ მოგატყუოთ და არ შევცდა დღეში. მეყოლება ჩემი უსაყვარლესი მარიკა, ვისაჟისტი. გაგიკეთებ ბიბი კრემით, ნახავთ თქვენ ფერს, როგორ მოუხდება ტურსაცხებს, ისაუბრებთ, გაგიცნობთ და ასე შემდეგ. ყველაფერს გეტყვით სამშაბათს მაქსიმუმ. პარასკევს გაიხსნება რუსთავში სტენდი, თუ გაიხსნება შაბათს. როგორც კი გავხსნი რუსთავში სტენდს, ჩემი შემდეგი სვლა არის ქუთაისი ბათუმი. ძალიან დიდი ხანია მართლა არ ყოფილვარ მომენატრეთ. ძალიან მინდოდა რომ ამართ ჩამოსვლა, მაგრამ ვერ მოვასწარი, მილანში ვიყავი და ფიზიკურად ვერ მოვასწარი. შესაბამისად ძალიან მალე ჩამოვალ თქვენთან. დავაანონსებ, ხო იცით, ყველაფერს გეუბნევი. ეს არის ძალიან შორი მომავალი. ჯერ არა, იმიტომ რომ მე ვარ გადართული თამოსკინზე, თამოკოსმეტიკსზე და ის განვითარებაზე და საერთაშორისო ბაზარზე რომ გავიდეს და გახდეს საერთაშორისო ცნობადი. ამ ეტაპზე ეს არის პრიორიტეტი ჩემთვის და ამაზე ვმუშაობ, მეც და ჩემი მთელი გუნდიც და როდესაც ამას გავაკეთებ და ერთ საქმეს რაღაცნაირად საფუძველს ჩაუყრით და მოვითავებ, მე შეიძლება და ფოტოშოპში ძალიან ბევრი კარგი ხარისხიანი კლინიკები ყავს საქართველოში. შესაბამისად მე რო კონკურენცია გაუწიო, უნდა იყოს იმაზე კარგი და თქმა უნდა, შესაბამისად ამ ეტაპზე ფიზიკურად არც მაგის დრო არ მაქვს, არც მაგის ნერვები, ჯერ ერთი საქმე არ დამისრულებია და არ გამიკეთებია ბოლომდე. მე ასეთი ვარ, სანამ ერთ საქმეს და ერთ რაღაცას არ მივიყვან, არ მიყვარს არტიფიციალური გადახტომები და 1500 რაღაცებზე მიდებ მოდებლები. შემარჯვენია სტაბილური ადამიანი და ერთხაზოვანად მიყვარს ყველაფრის გაკეთება. ტუჩის ფანქარი უნდა ყოფილიყო გაყიდვაში მეგობრებო, თქვენ ახევრის წინ. მე გახსოვთ დავაანონსე კიდეც. ხო, გაჩვენებთ ახალ პროდუქტს და არ ჩაუმივიდე და მეკარგეს. ეხლა იპოვეს, მაგრამ როგორც კი გავიგე რომ დაიკარგა, მაშინვე შეუდექით ახალის წარმოებას. უბრალოდ პროდუქტის წარმოება არ ხდება ერთ თვეში. ძალიან დიდი დრო უნდა. შესაბამისად წარმოებაშია ფანქრები, 6 ფერი გვექნება, ხის, უმაღლესი ხარისხის. უმაღლესი. ამას ნახავთ, მოდი არ ვილაპარაკოთ ჯერ, ხო? ნახავთ. და მალე ჩამოვალ. მალე იქნება იმედი მაქვს, მალე მორჩება წარმოებას. ხوارხარ. გაგახარებ იმედი, რომ მე ძალიან დიდი ხანია მთელი გული და სული პროდუქტი ამ ხარჯს და იმედია თვალი არ იცემა. მართლა
როგორც კი გავხსნი რუსთავში სტენდს, ჩემი შემდეგი სვლა არის ქუთაისი ბათუმი. ძალიან დიდი ხანია მართლა არ ყოფილვარ მომენატრეთ. ძალიან მინდოდა რომ ვამართ ჩამოსვლა, მაგრამ ვერ მოვასწარი, მილანში ვიყავი და ფიზიკურად ვერ მოვასწარი. შესაბამისად, ძალიან მალე ჩამოვა თქვენთან და ვანონსებ, ხო იცით ყველაფერს გეუბნები. გორში მინდა გავხსნა აპრილის 15-ისთვის. ხვალ ველოდები პასუხს სტენდის თაობაზე. თუ მოასწრებენ სტენდის გაკეთებას, თუ არა და აპრილის ბოლოს. ეხლა რუსთავში ხსნი ამ კვირის ბოლოს და მე მინდოდა ძალიან მინდა რომ 15 აპრილისთვის გავხსნა. ნახოთ თუ მოასწრებენ სტენდის გაკეთებას, იმიტომ რომ ჩვენი სტენდი ესე ადვილესაწყობი არ არის. თუ არა და აპრილის ბოლოს იქნება გორშიც. გორშიც აქტივობა გვექნება აუცილებლად თავისი მეიქაპ არტისტით, თქვენი გაცნობით. კიდე მოვიფიქროთ რაღაცეები, მშვენიერი იქნება. მე ძალიან შემიყვარდა გორი, ძალიან სიმშვიდე და რომ ჩამოვედი ვფიქრობდი, ხომ ერთ რა სიწყნარია თქო, ანუ აქ მინდა ძალიან გამომეწონა და აუცილებლად ვაკანსიასაც დავდებ ჩოქჩისე და ყურადღებით იყავით თუ გინდათ რა თქმა უნდა რომ იყოთ თავოსკინის გუნდის წევრი სტაბილურობა აუცილებელია ჩემ კომპანიაში. რუსთავში სტენდი გაიხსნება. ღმერთო რა მთვრალია ეს კაცი. ანუ გადადიოდა და განთვრალი. რუსთავში სტენდი გაიხსნება პარასკევს ან შაბათს მაქსიმუმ. შესაბამისად მე იქამდე დავაანონსებ სუსტ დღეს, რომ არ მოგატყუოთ და არ შევცდე დღეში. მეყოლება ჩემი უსაყვარლესი მარიკა, ვისაჟისტი. გაგიკეთებ ბიბი კრემით, ნახავთ თქვენ ფერს, როგორ მოუხდება ტურსაცხებს, ისაუბრებ, გაგიცნობთ და ასე შემდეგ. ყველაფერს გეტყვით სამშაბათს მაქსიმუმ. პარასკევს გაიხსნება რუსთავში სტენდი, თუ გაიხსნება შაბათს.